ერთი მაგრად შენი აზრით ვინ იქნება საინტერესო სტუმარი? კაი მოსაუბრე, კაი ისო. ნიკოლოზ ჩუბინიძე იჯდეს აქ. ნიკოლოზიც ძალიან საღადმოაზროვნე მოცეკვავია დღევანდელ რეალობაში და ვფიქრობ, რომ საინტერესოც გამოგივათ. მეც მაინტერესებს, იმიტომ რომ არის დღესაც ჩვენ შორის რაღაცა შეხედულებები, რაზეც საწინააღმდეგო აზრები გაგვაჩნია და მაინტერესებს რამდენად დაასაბუთებს ამ საწინააღმდეგო აზრსაც და საინტერესო მოსაუბრე პიროვნება, იმიტომ რომ თან ძალიან უყვარს ცეკვა. გამარჯობა, მე გიორგი სარალიძე ვარ და ჩემი სტუმარია ნიკა ჩუბინიძე. მოგესალმებით. მადლობა, რომ მოხვედრით. პირიქით მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. კარგი გადაცემა გაქვთ, მინდა აღვნიშნო. მაყურებელი ვარ თქვენი გადაცემის და მიხარია, რომ ესეთ საჭიროებო თემებს ეხებით. და მიდის ესეთი უშუალო საუბრები, ესეთი კარგი ოჯახური გარემოა. ეს ყველაფერი საწინდარია, შემდგომში ყველაფერი კარგის განვითარების და მინდა გისურვოთ წარმატებები პირველ რიგში. უღრმესი მადლობა. ჩვენ ტრადიციულად უფლისადიდებლით ვიწყებთ შაბას. ჩვენ კი შევყევით მანამდე საუბარს ახლა. სანამ დავიწყებთ ჩაწერას, მაგრამ რა თქმა უნდა, დიდება უფალს და სრულიად საქართველოს უსურვებ კარგად ყოფნას, სიმშვიდეს. ნამდვილად უფალს დიდება, ჩვენი ქვეყანა იყოს დალოცვილი, მსოფლიო დალოცვილი და ყველა ადამიანი. უჩავ. კარგი ღვინო. კაი აგირჩევია. კარგი. ფანტასტიკურად ცეკვავ. დავიწყოთ მოდი რუსთავიდან ახლა ამ მომენტში. კი ბატონო. დაკავებული ცეკვით. რა ხდება რუსთავში? რა სიტუაცია? მადლობა პირველ რიგში ესეთი კომპლიმენტისთვის. მიხარია თუ ესე თვლით. ხელოვანისთვის და მოცეკვავისთვის ამაზე კარგი არაფერი არ უსაც შრომობ და ადამიანისგან გესმის მსგავსი კომპლიმენტი. აიხარეთ. ანსამ რუსთავში ხდება ყველაფერი კარგი. ვემზადებით გასტროლებისთვის. და ოპერაში გაიმართება კონცერტი 7 ივნისს, რომელიც იქნება ჩვენი სოლო კონცერტი და მაყურებელს ვპირდებით ძალიან კარგ საღამოს. ასე რომ ველოდებით ყველას. სიამოვნებით დავესწრებით ჩვენს. კი, გელოდებით დიდი სიამოვნებით. კარგი ხარ, ქორეოგრაფი თან გორში, სხვათა შორის. კი, ქალაქ გორში ვასწავლე. იმედის ქორეოგრაფი ხარ. გორში როგორ აღმოჩნდი ის მითხარი ჯერ. ეგ ძალიან კარგი ისტორია. მოკლედ მე ცეკვავდი დავით უგრეხელიძესთან სუხიშვილებში დუბლ შემადგენლობაში. თავიდან სტანდარტულად როგორც მივედი, როგორც ხდება, მაშინ იყო მე-12 ჯგუფი. იმ ჯგუფში აღმოჩნდი, სადაც პროგრამას დავეუფლე და როდესაც გადამიყვანა დუბლ შემადგენლობაში, მითხრა რომ ქალაქ გორში მოქმედი ანსამბლი მიდის გასტროლზე. და იქ ვერ ჩამაყენე კონცერტები, ხო იცით როგორც არის ახალგადასული რო ხარ, რაღაც კონცერტები დაგეგმილი იყო და ესეთ ყვილად რო არ ყოფილიყავი, რაღაც საქმეს რომ ეკეთებინა, მირჩია მსგავსი რა. რომ ან თან ტურნეს გაიგებ რა არის, როგორ ხდება და ასე შემდეგ. ეს იყო უშუალოდ თენგი ჯავახიშვილის დაკვეთით ეს ყველაფერი და მოვიკითხავ ამ უდიდეს პიროვნებას აქედან თქვენი გადაცემის მეშვეობით. მოკლედ მეც დავეთანხმე, რა თქმა უნდა. და საერთოდ გორში ნამყოფიც არ ვიყავი მანამდე. ეს არის დაახლოებით 2018 წელი. და ეს 8 წელი ვასწავლე. კი. ესე აღმოჩნდი ქალაქ გორში, იქ ცხოვრობდით ეს პერიოდი აღარ მახსოვს ზუსტად 2 ან 3 თვე ვიყავით სულ იქეთ რა ეს
რეპეტიციები რომ მიმდინარეობდა. ვინც არის იქ დღემდე მუნიციპალური ანსამბლის ქორეოგრაფი, ეს არის ბატონი გია ჭულუხაძე, რომელსაც თან აქვს ბავშვთა ანსამბლის იმედი, სადაც ახლა დღეს მე მოღვაწეობ. აქედან დაიწყო ყველაფერი რა. იმ ტურნეში, ხო იცით, ჩვენთან ეგეთი გამოთქმა ყველაზე კარგად ადამიანი თუ გინდა გაიცნო, გასტროლზე უნდა მოხდე მათთან. აქედან ჩამოყალიბდა ჩვენი მეგობრობა და შემდეგ როდესაც დაუბრუნდით, ალბათ ეს ქორეოგრაფიც მიყურებდა, როგორ ვიქცეოდი, ალბათ მისთვის კარგი კადრი ვიყავი, ეგრე ჩათვალა საჭიროდ. როდესაც ჩამოვედი, შემოთავაზა, რომ მანამდე მქონდა რაღაც გამოცდილება, მაგრამ ესეთი სიღრმისეული არა. შემოთავაზა, რომ თუ გსურს ესე და ესე რო იყოს, რატომაც არა, მეთქი, ძალიან დიდი სურვილი მქონდა და დღემდე ბედნიერი ვარ, რომ ამ საქმეს ვემსახურები და პატარებთან, ბავშვებთან მაქვს ურთიერთობა. და მადლობა ბატონ გია ჭულუხაძეს ნამდვილად, იმიტომ რომ გვერდში დამიყენა ადამიანმა. რა უნდა გითხო, იცი, თუ გაქვს დამთავრებული სასწავლებელი? არა, სასწავლებელი არ მაქვს დამთავრებული. აი მაგ თემას მინდა ახლა შევეხო. სამწუხაროდ. მიუხედავად იმისა, რომ მე ვნახე რამოდენიმე ცეკვები სხვათა შორის, ეხლა განსაკუთრებით ანუ რო ვიცოდი რომ მოსულიყავი, ახლა სამალი რა არის, სოლო კონცერტის მქონდა, კი. უფრო მეტად ვნახულობდა, ხო, თან სოლო კონცერტის ვიდეოები ჩემ ხვდა. რო გითხრა, რომ რამე არ მომეწონა ან ქორეოგრაფია აკლდა, ან დადგმა აკლდა, ან სანახაობა აკლდა, ნუ ეხლა ის გასაგებია რომ ხო პატარები რო როგორ დონეზე ცეკვავენ, ეხლა ლოგიკურია, ხო ვერ მოთხოვ სახელმწიფო ანსამბლის დონის ცეკვას. თქმა უნდა. მაგრამ ცოტა სიღრმისეულად თუ შინაარსი იკითხება, თან მე მიყვარს ცოტა სპექტაკლიზირებული სანახაობები. ხო და ნახე თითქოს არის ეგეთი აზრიც, რომ აუცილებელია რომ კონდეს მაგალითად უმაღლესი სასწავლებელი დამთავრებული იმისთვის, რომ იყო კარგი ქორეოგრაფი რა. და შენ შემთხვევაში ეგრე არ არის, არა გაქვს დამთავრებული უმაღლესი სასწავლებელი. ხო, მე არ მაქვს კი. ფაქტობრივად ცოტა სხვა რამეზე მეტყველებს, იმიტომ რომ მე რომ ნახე შენი ცეკვები მომეწონა რა. ძალიან დიდი მადლობა. რა ვიცი, თუ ნახავთ, ხო, ნუ მაგრამ მას არ ნიშნავს, რომ რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პატივისცემა ყველას და მე წეგანაც აღვნიშნე, რომ შემეკითხეთ სამწუხაროდ არ მაქვს მეთქი დამთავრებული, რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია, როდესაც დამთავრებული გაქვს უნივერსიტეტი და პროფესიით და დიპლომი ხელში გეჭირავს, მაგრამ რა თქმა უნდა, მარტო დიპლომიც არ არის იქ განათლება უნდა კონდეს ადამიანს ისეთი, რომ შემდეგ ეს გადაიტანო ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში, მე არ მაქვს, მაგრამ ჩემი ასროვნება, ჩემი ამდენი ხნის მანძილზე რაც გავიარე, მეხმარება ამ ყველაფერში და ვცდილობ მაქსიმალურად, რომ ჩარჩოებს არ გავწდე და ყოველთვის ვეკითხები აზრს, ეს არ არის საერთოდ მოსახათრებელი და არა, საერთოდ არ არის სათაკილოები გამო. სათაკილო არ არის ნამდვილად, რომ ვიღაცას აზრი შეეკითხო შენზე უფრო ისეთ ადამიანს, ვინც იცი, რომ იცის ესა თუ ისა კითხი. და ისევ რა თქმა უნდა, როდესაც რაღაცას ვაკეთებ, ვეუბნები ვისაც მე ვთვლი საჭიროდ და ვიცი, რომ ეს დამეხმარება ამ ყველაფერში, კორექტივებს შეიტანს და ნუ ასე მიდის მუშაობა. ყოველ შემთხვევაში ვცდილობ იმ ყველაფერს, რომ რაღაც ჩარჩოებს არ გავწდე და ახალი ველოსიპედი არ მოვიგონო. ქორეოგრაფია შენია ხოლმე? კი, ამ ანსამბლში ახლა მე სადაც მუშაობ ანსამბლიმეთში. ბოლო 3-4 წელიწადი აბსოლუტურად უფრო მეტად ბიჭებთან ვიყავ რა. გოგონებს თავისი რეპეტიტორი ყავთ, მაგრამ გოგონებში ქორეოგრაფიას, ანუ ხო ხდებით ცალკე გოგონების ეკვა რო ვიყოთ ბატონი გია, უფრო ქორეოგრაფიული შტრიხები მასში აქვს, მაგრამ ბიჭებთან თავიდან ბოლომდე აბსოლუტურად ყველაფერზე პასუხისმგებელი ვარ მე. ხან კარგი გამოდის, ხან ცუდი, მაგრამ ხო იცი და ადამიანი ხო შეცდომებზე ვსწავლობ. ცუდი მე არ შემხვედრია. არა, არ ვიტყვი ახლა რომ თელს იმას უყურებ პროგრამას, მაგრამ არის მომენტები, რომ რაღაც დაუშვათ რო გინდა რომ მაგარი გამოვიდეს. ხო შეიძლება. ხო ხანდახან არ გამოდის, მაგრამ შეცდომებზე ვსწავლობ ეგ არაფერი. ყოველთვის ეგრევე მაგარი ვერ გამოდის. უბრალოდ აი მან ვერ ვიგებ რა, ანუ არიან ჩვენს გარშემო ისეთი კარგი ქორეოგრაფები და ისეთ კარგ პროდუქტს ქმნიან და არა აქვთ სიტყვაზე უმაღლესი დამთავრებული ამ სფეროში. მაგრამ ნუ არიან ხა ძალიან ისეთებიც რომელიც გეთანხმებით 100%-ით, კი. სხვათა შორის იმასაც ვერ დავაბრალებ, რომ აი არის კარგი მოცეკვავი ხარ და მაგიტო გამოგდის ეგრე, იმიტომ რომ
შეიძლება კარგი მოცეკვავე იყო, მაგრამ ვერ იყო კარგი ქორეოგრაფია. კი, რა თქმა უნდა, ეს ალბათ უფრო მაინც ადამიანის ბუნებიდან მოდის ბევრი რაღაც რა, ის ბავშვებთან დამოკიდებულება. პირველ რიგში ბავშვი უნდა გიყვარდეს. და აქედან იწყება უკვე ყველაფერი, ხო? ეხლა ეს რაც არ უნდა ისე ჟღერდეს ცივად მაყურებლისთვის. ბავშვები ძალიან მაგრად უნდა გიყვარდეს, პატარასთან უნდა იყო პატარა, დიდთან დიდი, ყველა ასაკთან უნდა იყოს შესაბამისად. და აქედან იწყება უკვე ყველაფერი კარიერული ზრდაც, ის შედეგიც და ასე შემდეგ რა. მაგრამ მეორე რაც ახსენეთ, სამწუხაროდ არიან ხო ისეთი ქორეოგრაფებიც, ვისაც არ აქვს დამთავრებული, მაგრამ უბედურება ისაა, რომ ვისაც აქვს დამთავრებული, არიან ისინიც, რომ რაღაც ვერ არა, ანუ კი არ ვაკნინებ არავის, მაგრამ მე ზოგადად ერთი რაღაც არ მომწონს. გინდ გქონდეს დამთავრებული, გინდ არა. მიმბაძველობა. მიმბაძველობა ზოგადად უფლისგან ეკას ვიდეო გაქვს გაზიარებული ზუსტად მაგ თემაზე საუბარი. ეკა? ორბეთიშვილი. ხო, კი. კი. და ძალიან კარგი თემა წამოჭრა ეკამ. კი, ნამდვილად აღარ მახსოვს ახლა თქვენ დაუსვით შეკითხვა თუ მაწამოჭრა. ხო, ანუ მაგ თემაში მაგრამ ძალიან ეკა ორბეთიშვილმა ძალიან კარგი თემა წამოჭრა. არა მარტო მელოდია, ქორეოგრაფიაც. ახლა მე ვთქვი მელოდია. მან საერთოდ ვერ აუსვერეთ ახლა ვინც ქორეოგრაფიას იმეორებს. ყველგან ერისიონია. ეგ საერთოდ კატასტროფა არის ჩემთვის. მაგას საერთოდ ვერ ვეთან. ანუ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ამით ან ეკამ ან მე ვიღაცას ვაკნინებ და რაღაც არა, უბრალოდ რეალობა უნდა ითქვას რა. მიმბაძველობა მაგას ვიძახდი, რომ ძალიან დიდი ნიჭია უფლისგან, მაგრამ ჩვენ ქართველებსო იმ დალოცვინმა ძალიან დიდი რაოდენობით მოგცაო, ხო? ანუ კი, მესმის შეიძლება ადამიანს მიბაძო კარგში, ხო? აი რაღაც მე ხა მოცეკვავე, როგორც მოცეკვავე რო ვიზრდებოდი, რომ მივედი ანსამბლში, ჩემზე ძლიერი რო დავინახე რაღაც დეტალებში იმას მივბაძე, რომ ესე აკეთებდა ტერფს, ესე ჭიმავდა ხელს, ესე აკეთებდა ხო ხდებით. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე დავემგვანე ვიღაცას. მე მასზე ვისწავლე, ხდებით? ნუ ეს ლოგიკურია, აქსიომა, ამას ვერ გავიქცევ. მაგრამ კატეგორიულად რომ აი მაგალითად სუხიშვილების პროგრამა მოარგო ბავშვებს, აფხაზეთის, ერისიონის, არ აქვს ნიშნა მოარგო ბავშვებს, ამას კატეგორიულად ვემიჯნები და არ ვემხრობი რა. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს და ცუდად მოხვდეთ ეხა გულზე, ეს აი ამ ყველაფრიდან ვხედავ მე ქორეოგრაფის მასწავლებლის დონეს, მის გემოვნებას და ასე შემდეგ. თითოეულ ილეთში, თითოეულ ემოციაში, ნახაზში ვხვდები ქორეოგრაფის გემოვნებას. ხვდებით, ამიტომ ყველას წეღარაც აღნიშნე, გავაკეთოთ ჩვენი საკუთარი ხელწერა უნდა ქონდეს ყველა ანსამბლს. მე ამას ვემხრობი მხოლოდ და მხოლოდ, სხვას არ განვიხილავ არაფერს. შეიძლება არ გამოვიდეს ისეთი როგორიც გვინდა, მაგრამ ერთხელ არ გამოვა, მეორედ არ გამოვა, მერე სცენაზე რომ შევხედავთ, იქიდან კორექტივებს გამოვიტანთ, რაღაცეებს შევცვლით. ჯობია ესე ნელ-ნელა გავიზარდოთ, ვიდრე ეხლა მე იქაც სუხიშვილებშიც ვიყავი დუბლ შემადგენლობაში და მე ცოტა ხანი დიდებშიც სასტავში, ნართებში რა ძალიან ბევრი ანსამბლი მაქვს რა, თუ ისე მოვლილი, მაგრამ არც ერთის პროგრამა არ მომირგია ბავშვებისთვის. ანუ ხო შემეძლო ჩვეულებრივ. მაგრამ თვლის საჭირო სისულელეც იქნება. ხო, ნუ რა თქმა უნდა, მე მაქვს ეგეთი ტაქტიკა და ეგეთი გეზი, რომ მე უნდა გავაკეთო ჩემი, ეს კარგი იქნება თუ ცუდი, აი ზუსტად ამ იდეოლოგიით ვარ. უნდა გავაკეთო ჩემი, აბსოლუტურად. ეხლაც აფხაზური რომ მაქვს ბავშვებთან გაკეთებული სოლო კონცერტზე რაც ვაცეკვე, ბიჭების დაწყება სულ მუხლზე მაქვს გაკეთებული. აფხაზური არის მუხლი, ტრიალი, ხო? ანუ აფხაზური ცეკვა იტანს მაგ ყველაფერს. ვიღაც ბევრი გამოჩნდნენ ისეთი, რომ სულ მუხლზე რა, უბრალოდ აი გავაკეთე ესე რა მუხლზე, ხო? ჩემია, ხო? ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არ მოსწონს, მაგრამ ის არ არის, რომ რაღაც ჩარჩოებს გაცდეს და ახალი ველოსიპედი იყოს. ხვდებით, ამიტომ ჩვენ უნდა ვაკეთოთ ჩვენი. ამას ეს არის ჩემი დევიზი. აბსოლუტურად გეთანხმები. არა, მიბაძვა ყველა შეუძლია, ადამიანი არის უდიდესი მოვლენა, ღმერთმა რაც შექმნა ყველაზე დიდი რაღაცა, ანუ ყველა შეუძლია გააკეთოს თავისი. აი, ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ ადამიანს არ შეუძლია თავისი გააკეთოს. ფანტაზია არ გავყვეს. ხო, არ გამორიცხულია. ნუ რა თქმა უნდა, ვიღაცა შეიძლება ასტრალში გავიდეს თავისი ფანტაზიით, ვიღაცა ვერ გაყვეს ბოლომდე მას, მაგრამ ფანტაზია ყველა ადამიანს აქვს აბსოლუტურად.
ამიტომ ცოტა უფრო უნდა შევიწუხოთ, ასე ვიტყვი მოდი ვიტყვი სიმართლეს და ეგ არის მარტივი ფულის საჭრელი მანქანა. საო ძალიან გული მტკივა ხოლმე აი მაგ ყველაფერზე კი მეც მაგაზრზე ვარ და ძალიან გული მტკივა ამ ყველაფერზე. ბავშვი უნდა ვაზიაროთ ჩვენსავეს, ანუ შენ რო ხარ მასწავლებელი და ქორეოგრაფი, გააკეთე შენი რა. ნუ ეხა საბაზისო რა თქმა უნდა, ყველაფერი იქედან მოდის ხო სტანდარტული კინტეხილი აიღე, მაგრამ იმ საბაზისოზე შენი დააშენეს ემოდან, იმ საძირკველზე ნუ ელემენტარული ისტორია ჩადე შენი რაღაცა მოკლედ. კი, всё, აი არის რა. მიბაძვა კატეგორიულად ის უხდება იმას, ვინც გააკეთა. ცდო უხდება მხოლოდ სუხიშვილს, всё. ნუ იმ დონეს ფიზიკურად ვერაცეკვებ რა. აუ, ხო, ვერაცეკვებ და შესაბამისად მე რეცეკვაც როგორ ახინჯდება და არ არის ნუ ეხა ისეთი მე იქიდან რო ახტონ და დააპერტრება. რაღაცა იმას რა გამოიწერე რა ჩამოვიდა ხო, ჩინურ ვერსიას გავს რა ზუსტად, ამიტომ პატენტს. ამიტომ არ არის. მე სტილიც უკვე ყველას ერთნაირ სტილში აი რო ჩემზე უფროსები და გამოცდილი ხალხი ამ სფეროში ბევრისგან მოგვისმენია რომ აი ყველა ცეკვა თითქმის ერთმანეთს დაემგვანა, ყველა ანსამბლი ერთმანეთს დაემგვანა. რატო? შენ ბავშვს მე რო ვარ ქორეოგრაფი ხა და გავზარდო პირობითად სხვა ანსამბლის რაღაც იგივე სტილში რაღაცა, ხო? არა, შენ შენი სტილი მიეცი მასწავლებელს როგორ ის გაქვს. მე დღემდე ბავშვებთან, დღემდე აი 3 მაიკას და 4 მაიკას ვიცვლი ხოლმე. დღემდე ვარჯიშობ. ეს არის ძალიან რთული მესმის და მეზარება ხოლმე ხანდახან სიმართლე გითხრა, ანუ ვარჯიშტორი გაკვეთილი არა, მაგრამ წარმოიდგინე ყველა კურსებიდან დაწყებული ანსამბლებთან ხტომები, მუხლი, აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებ ისევე როგორც ჩემს ანსამბლში რუსთავში ვიხარჯებ და უნდა ნახოთ ბავშვების სახეები რა. აი ესე პრაშოვკა ჩავიცო და გიჟურად. არა, ეგ დიდი мотиваციაც არის ბავშვებს. მე ესენი გარბიან, ესენი ციცვავენ და შეძახილები და აი და ბოლომდე რა. ამოტივირებ ბავშვებს. რა თქმა უნდა, მე აი უდიდესი ამონებას ვხებულობ ამ ყველაფერს. გარდა იმისა, რომ სულ ტონუსში ვარ და ფორმაში ვარ. ბავშვი უფრო გიყურებს რა, იქ ტერფი როგორ გაჭი, მე როგორ ახტი, ირმულა როგორ გააკეთე, ტრიალი როგორ გააკეთე. ნახტომები შეეხე შენ თვითონ ხო? საკმაოდ შთამბეჭდავი ნახტომები გაქვს. მოდი ჩემი შეფასებით ესე ვიტყვი კარგი. ვინმე რომ რამეზე არ მომედაოს, ჩემი შეფასებით. აი ესე გკითხავ, როგორ უნდა განუვითაროთ ნახტომი? ვერტიკალი რამდენი გვაქვს? ნახტომი მაქვს მადლობა პირველ რიგში, ძალიან მაღალზე ვხტები. აი ესე ზუსტად ეხა არ გამიზომავს, მაგრამ მე მეტრა 79 ვარ სიმაღლეში და ჩემ სიმაღლეზე ვხტები. ფარს კი ფარში ჩვეულებრივ. იცით როგორ არის ხა ჩემთან უბანში დღემდე ვარჯიშობ ხოლმე ეს სტადიონია და ჯებირი აქვს, ხო იცი ნელ-ნელა რო ისრდება და დავიწყებ და ყველაზე მაქსიმალური წერტილი არის ჩემს სიმაღლე 1.79 ვარ მე და სტანდარტულად ერთი ახტომი და მომზადებით იქ ხვდები რა. რაც შეიძლება მაგას როგორ უნდა განავითარო. ნუ მაგის ვიდეოებიც მიტევს მაყურებელს ისე რო არ ეგონოს რაღაცის. რაღაცებს იგონოს. არა, უდაოდ. ხა მაგაში კი არავის ვეჯიბრებ, უბრალოდ მე არ შეჯიბრო ეს ჩანს ეხლა. იცი როგორ არის? მე ძალიან მიყვარს ძალიან მიყვარს ცეკვის იქეთ ვარჯიში. ხო. ეს იქნება სხეულის ვარჯიში, ეს წოდებული ჯიმში კი, აი აბსოლუტურად, იმიტომ რომ ყველაფერი ცეკვას სჭირდება ყველაფერი რა. აბსოლუტურად მარტო კი მესმის უმთავრესი არის ეს სარკესთან, რაც არის ჩვენი ცეკვა, ილეთი იქნება მანერა ყველაფერი, მაგრამ იმის იქეთ შენ ფიზიკურად ისეთ კონდიციაში უნდა იყო, რომ აი ფეხს რო დაარტყა უნდა გაფრინდე რა, მოკლედ რო გითხრა. მე ესე ვუყურებ ამ საკითხს. ეხლა მე დაუბრუნდეთ შეკითხვას, როგორ შეიძლება მოვამატოთ. მე ყველას ეხლა ჩვენ გვიყურებენ მოზარდები, ყველა მივარჯიშეთ აბსოლუტურად ხო თავიდან ბოლომდე, მაგრამ ეს ხტომა ძალიან მეპირა და ჩემი გამოცდილებიდან რო გითხრათ, აი ყველაფერში მეხმარება აბსოლუტურად. ეს არ არის მარტო იმაზე რომ გაიქცე და მაღლა ახტე. მარტო ამაში ძლიერი ფეხი სისხარტე, სისწრაფეს გმატებს არანორმალურად. და როცა შენ მაღალი ნახტომი გაქვს,
სუპერ მსუბუქად ხარ რა, ხო ეს ხო ლოგიკურია, შესაბამისად მსუბუქად მოყვება ფეხი, მსუბუქად მოყვება ხელი და საერთოდ მთელი სხეული წარმოვიდგინე, ხო? მთელი შენი სხეული უნდა აწიო და ოდნავ კი უნდა ახტეს სადღაც ზემოთ, ხო? პლუს გაჩერდა ეგრეთ წოდებული ბალონებს რო ვეძახი. ასე რომ ძალიან ბევრ რაღაცაში დაგეხმარებათ ეს რაღაც. მე აქედან მინდა ეხა მოვიკითხო ირაკლი მელქაძე, კეთი მოცეკვავე, სეულში ცეკვავდა ერთი პერიოდი და ძალიან მეგობრობ მაგ ადამიანთან. ეხა რატო ვახსენე? სოფელში როდესაც ვიზრდებოდი, არ ვიცი ხა ირაკლისთვის ნათქვამი მაქვს თუ არა, ეს შეიძლება ეხა რო თავის გონებაში გადახარშოს, გაიხსენოს ეს ყველაფერი. რატო უხდი მადლობას? მე საერთოდ არ მქონდა, ზოგს აქვს ბუნებრივად ეს ნახტომი. მოიცა. ესე იგი ნიჭის ამბავია? არა, ნიჭის მე თამამად შემილია ვთქვა, ეხა თქვენთან შემიძლია ვთქვა, რომ მე რასაც დღემდე ვაკეთებ, ყველაფერი მაქვს შრომის ხარჯზე მიღწეული, რაც განივითარე, კი, აბსოლუტურად მე ბევრი შემხვედრია ჩემს სრული ნიჭიერი მოცეკვავე და ძალიან დიდი პატივისცემა მათ ჩემგან, მაგრამ ნუ ახლა რა თქმა უნდა ნიჭი ცეკვის მე რო არ მქონოდა, ვერ ვიცეკვავდი, ხო, მაგრამ რაღაცეებში რო არ მქონდა ნიჭი, ის რაღაცები განვავითარე ხვდები და უფრო მეტი განვავითარე, ანუ მე დღეს რასაც ვაკეთებ, უმეტესი არის არანორმალური შრომის შედეგი და დღემდე ეგრე ვარ. ბავშვებთანაც ესე ვარ. ოღონდ სწორად. პირდაპირ იმუშავებთ არანორმალური შრომა, მაგრამ სწორად შრომა, რომ ტრამვა არ მივიღო და ასე შემდეგ. ახლა რატო ვახსენე ირაკლი მელქაძე? სწორედ რაღაც მინდოდა რა ეს რომ ხტომა მქონოდა, ნუ ეხლა ლოგიკურია და მაშინ სოფელში ვიზრდებოდი. და ესე ყველა მაგარ მოცეკვავის ტვინს მუჭამდი მოკლედ რა, ეხაც არიან ჩემთან მოზარდები რომ წერენ ეს როგორ გაესტეხილი ვიცეკვე და კარგია რაღაც და ესე. და რა არ ვიცი როგორ, მაგრამ ირაკლი მელქაძეს აი იმ პერიოდში, როცა სეულში ცეკვავდა, დაუკავშირდი, როგორ მოხდა ეს დაკავშირება, არ მახსოვს სიმართლე გითხრათ და აი ადამიანმა წარმოიდგინე ხამე იყო საოჯახიდან დამირეკა სკაიპით. კაი. ვისაუბრეთ და აი დეტალურად ამიხსნა. როგორ უნდა განვავითარო მე ხტომა. სიმაღლეზე ხტომა და ზუსტად მოიცა ეს წამი. არ იცნობდი? არა, მე ვიცნობდი მხოლოდ ვიდეო. როგორც ხდება ახლა ცეკვაზე უზომოდ შეყვარებული ბავშვი ვინც არის დღეს, ხო, ისე მიცნობს მე. გამორჩეული მას მიწერე. კი, მივწერე რა და ესე დაგირეკა და ჩაგიჯდა და აგიხსნა. კი და მაგიტო ძალიან დიდი პატივისცემა ჩემგან. ზუსტად ეგ მითხრა, რომ მაცადე ხა მე შენ 2 წუთი დაგირეკავ. დამირეკა და ამიხსნა აი დეტალურად, რომ ჯერ დაიწყე პატარა რაღაც ესე გააკეთე, აი დეტალურად რა, მოკლედ. ძალიან დეტალურად. ნუ შემდეგი მითხრა რომ მე რო შენ მიხვდები რომ ეს გამაგრდა რაღაც შენ ხო ამჩნევა და მე სიმძიმეები იყიდე პატარა რაღაც. მე წამოვიდი ფული შევაგროვე. თბილისში ჩამოვიდი სიმძიმეები ვიყიდე და მოკლედ ამ ვარჯიშებს ვაკეთებდი სოფელში ყოველი რეპეტიციის შემდეგ ყოველდღე. ოღონდ კარგი გახურებით, რა თქმა უნდა, ყველაფერს უნდა ცოდე. ეგ საზანოში დაიწყე შენ უკვე ცეკვაზე სიარული. კი, მე საზანოდან დავიწყე ცეკვა, კი. იქ ვეზიარე ამ ხელოვნებას ესე რომ ვთქვა. იქედან დავიწყე და ძალიან ისეთი დიდი გზა გავიარე. ანუ ესე იგი ნახტომები უნდა აკეთო სიმძიმეებით. ხო, თავიდან ძალიან მიზერულ სიმაღლეზე უნდა აკეთო, რა თქმა უნდა, ოღონდ კარგად უნდა გახურდე, მუხლი აი ოფლში უნდა იყო, ეგრე უნდა დაიწყო, თორე წარმოიდგინე იქედან რომ ხტები და შენ ეგრევე კენგურუსავით ზემოთ ნახტე მუხლებს, აქილევს ძალიან დიდი დატვირთვა აქვს, ამიტომ ძალიან გახურებული უნდა იყო. ეგრევე ვინც ამას ნოლიდან იწყებს, ეგრევე სიმძიმეები გამორიცხულია. მაგრამ სიმძიმეებიც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა იმას მიაღწიო დონეს, სიმძიმეც ძალიან დიდი არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, უკვე ძალიან დიდი დატვირთვა გადადის მუხლზე. რა კაი რამეს იძახი ხარ? ანუ კი. შრომის შედეგად მიაღწიე? კი, აბსოლუტურად. ტრუკიც ხა რამდენიმე ტრუკს ვაგეთებ, სულ ჩემით მაქვს მასწავლი რა. მადლობა ყველა იმ მასწავლებელს, ვისთანაც დავდიოდი, მაგრამ სოფელში არ იყო ხა ისეთი ხო ხდებით. მე უბრალოდ ერთი ჩემი მასწავლებელი სოფელში ნუკრი კვეტენაძე მინდა აქედან მოვიკითხო, მან უკვე დამაწყებინა, მან უკვე მიმახვედრა რა როგორ უნდა აკეთო სწორად, ხვდებით? აი მოდი დავიწყო ტრუკი მუხლი და ნელ-ნელა მე უკვე ჩემი ცოდნა, ჩემი რაღაცები მივამატე და ესე გავიზარდე რა. ნუ მან მნიშვნელოვანია კიდე რომ ვიდეოებს უყურებდი და შენ თვითონ იყავი მოტივირებული რომ გესწავლა. ეგ მოკლედ YouTube-ში ვიყავი სულგან ეხლანდელი ბავშვები თუ
რაღაცებს უყურებენ, ხო, სხვა რაღაცებს, სტრიმებს და სხვა რაღაცებს, მე ჩემი ეგ იყო რა. წარმოიდგინეთ საჭმელად რო დავждებოდი, ხა პატარაობაში ანუ ცოტა მოზარდობაში რაღაცა ჩავთავ წარ. ეხლა ვიღაც რო უთხრა შეიძლება გადავმცინოს ხო, მაგრამ ესე იყო რა. ჩავთავდი რაღაცებს უყურებდი, იქ ვინ როგორ მუშაობდა და ასე შემდეგ რა. ნუ ეს ფასდება რა შრომა და კი, ნამდვილად, რასაც გასცემ ცეკვისთვის. ცეკვა ამ ყველაფერს აუცილებლად დაგიბრუნებს რა. თუ გახსოვს, რა იყო ეს პირველი, რის გამოც ესე შეგიყვარდა ცეკვა? რომ ის მაგათ რაღაცა მულტფილმს გეყურებინა, რაღაცა ამისოს ცეკვას უყურებდა, აი ესე რა. პირველი განაპირობა ეს. პირველი რა იყო არ ვიცი, მაგრამ ჩემი მშობლები არიან ძალიან მაგარი ადამიანები, იმიტომ რომ პირველ რიგში ცეკვაზე შემიყვანეს, მე ხო ახლა 4 წლიდან დავიწყე ახლა. მე ნამდვილად არ მithქვავს, რომ ცეკვაზე შემიყვანეთ. არ წარმოიდგინე 4 წლის ბავშვმა ახლა ხო, მაგრამ დღეს შეიძლება 4 წლის ბავშვმა მშობელს უთხრას ფეხბურთზე შემიყვანე, ხო? მაგრამ მაშინ სხვა დრო იყო. მე არ მithქვავს. შემიყვანეს ცეკვაზე. ბიძა ჩემი ცეკვავდა და ალბათ რა გენები გამომყვა აქედან. ალბათ ამ მშობლებმა შეამჩნიეს მე არის მასწავლებელმაც უთხრა რომ ეს აგარი ბიჭია. კაი კოჭებია ხო? და ეხლა რატო გადაუხადე ჩემ მშობლებს, იცი მადლობა? ქონდა მომენტი, რა თქმა უნდა, ეს აი და ყველას მინდა მიმართო ხა 15-16 წლის, აი გარდატეხის ასაკში ვინც არის, ბიჭებო, გოგონებო, აი მესმის თქვენი 100%-ით გამოვლილი მაქვს ეგ დრო. მეც მქონია რომ დავანებე თავი, მაგრამ არა რა, აი თუ გინდათ მიაღწიოთ, აი ჩემი გამოცდილებიდან გეუბნებით, ეხა გიზიარებთ ამ ყველაფერს, რომ აი მაქსიმალურად არ ვიცით, რაღაც უნდა მოძებნო ძალა, რომ რაღაც აი თუ უნდათ რა თქმა უნდა, რომ არ მიატოვონ ესე ეს საქმე. ხვდებით, იმიტომ რომ ბევრი ნიჭიერი ვიცი, რომ აი გარდატეხის ასაკში რაღაც ეგ ასაკია ზუსტად, აი 16, მაგრამ ხო აი მართლა ყველა ადამიანი ინდივიდია, ყველა ადამიანს თავისი გადაწყვეტილება აქვს, მაგრამ ეხა ვინც გვიყურებს, გულწრფელად მინდა ვუთხრა რა, მოზარდებს, რომ მაქსიმალური ჩადეთ და იმ რაღაც კი გართობაც კარგია, ყველაფერი შეგვიშალო. ვიცი წამ, რა იყო? ვინ ანგრევს? კაი, პატარა პაუზა გქონდა, ბავშვებს მიმართავდი. უბრალოდ მე მინდა ეხა მივმართო მოზარდებს, ვინ ჩვენ გვიყურებს, რომ არ დაიშურონ ენერგია, მესმის რომ გართობაც კარგია, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ადგილი. თუ ბავშვი, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ამ სფეროში უნდა იყოთ, მაშინ მთელი ენერგია, მთელი რესურსი ჩადეთ ქართულ ცეკვაში და ქართული ცეკვა ამ ყველაფერს აუცილებლად დაგიბრუნებთ. ეს არის ჩემი რჩევა. პირადად ჩემ თავზე მაქვს გამოცდილი და დამიჯერეთ. ცეკვიანი ვარსკვლავების თემას შევეხოთ ახლა. აქაც. იმიტომ რომ კაც მიღმა ვისაუბრეთ უკვე ამაზე. მაგრამ ნუ აუცილებლად აღსანიშნავია, იმიტომ რომ კიდე ერთხელ ყოველთვის ვიძახი და კიდე ვიტყვი ძალიან დიდ მადლობას გამოვხატავ პატივისცემას პროექტის მიმართ, იმიტომ რომ მიიღო ესეთი გადაწყვეტილება, რომ ქართული ცეკვის მოცეკვავეები, პროფესიონალი მოცეკვავეები ჩართო ამ საქმეში, გააცნო ხალხს უფრო მეტად, რაც პოპულარიზაცია გაუკეთა და როგორია ხა რო აიჩიე? რამდენი მონაწილე ყავთ სულ? ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ 10 თუ 12. თვითონ პროექტში? პროექტში 12. 12 ხო? კი, აუ ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ ისე ვიყავი მოკლედ ემოციებს და ეგ პროექტს ახლავს თან რა. როგორი არის ახლა მითხარი, 12 კაცი რო მოხვდი საქართველოს. მაგარია რა. და მეწყვილესთან ერთად, გაგა ბოხუასთან ერთად ყავდა. ხო, კითხვა გაგას აქედან კი, ეგ ორმაგაც ასიხარულო რა თქმა უნდა. პირველ რიგში ნამდვილად ისევ და ისევ მადლობა, სწორად აღნიშნა, რომ ეს ქართული ცეკვის პოპულარიზაცია რა თქმა უნდა და მე როგორც ქართული ცეკვების მსახიობ მოცეკვავე დაფასებულად ვიგრძენი თავი რატომაც არა და შევძელი ასე თუ ისე ჩემი სახის წარმოჩენა სხვა განხრით. ნუ ეს სტანდარტულად მოხდა, ალბათ დაუკავშირდნენ ჩვენს ანსამბლს რუსთავში, შემდეგ ადმინისტრაციამ გითხრა რომ არის ასე და ასე. დაგვიბარეს, მოცეკვავეები ვიყავით ანსამბლ რუსთავის და იქიდან მოხდა არჩევა. რა თქმა უნდა, ბევრი სხვა კრიტერიუმი იყო, მაგრამ უმთავრესი მაინც ცეკვა რა. და მე და გაგამაც რა თქმა უნდა, ყოველთვის განუყოფელი წყვილი ვართ, ვიცეკვეთ და
ნოე სულაბერიძეს მინდა მადლობა გადაუხადო, მოგცა შანსი ჩვენი მაქსიმუმი გამოგვევლინა რა ამ ახალ თქვენი რაღაცაში. ყველში რო იცეკვეთ. ხო, შემდეგ დაგვირეკეს რომ ესე და ესე. ორივე კაიაო. ორივე კარგი არისო და ეხლა აქეთ გადმოვერთეთ ცოტა ხანმე და მოკლედ ვიყავით ამ პროექტში. ძალიან მაგარი პროექტი იყო, ბევრი რაღაც მომცა, კარიერულად ძალიან გავიზარდე რა, სულ მუდმივად ჩემ თავთან ბრძოლაში და ჭიდილში ვარ, სულ მიყვარს სიახლე, მიყვარს რაღაც ზოგი გამოვა, ზოგი არა, მაგრამ რომც არ გამოვიდეს უკვე ძალიან მაგარია, რომ რაღაც ახალ შეეჭიდები. ეგ უკვე კარიერულად გზრდის. ამიტომ ეს ვიტყვი, რომ ჩემ ცხოვრებაში იყო ტრამპლინი რა, კარგი ტრამპლინი რა ეს პროექტი. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩათვალა საჭიროთ, რომ მე ამ პროექტში უნდა ყოფილიყავი. მეც არ დავიშურემ ენერგია, ჩემს პროფესიაშიც ასე ვარ, ქართულ ცეკვაში. რა ვქნა, მიყვარს უზომოთ ვარჯიში რა, ეხლა თავის ქება გამომდის, მაგრამ რეალობა ეს არა და ყველას ამას ურჩევ რა, წეღანაც რა ვთქვი რა, ამის გარეშე არაფერი არ გამოდის. ნამდვილად. რეპეტიცია რომ მორჩება, მეც უნდა დარჩეთ და ივარჯიშოთ. მოდი იმ თემას შევეხოთ. ზანაც თქვი გავაჟღეროთო ეს მშობლების დამოკიდებულება რეპეტიციების მიმართ. ხო, კი, წეგან მქონდა საუბარი ჩვენ კი ნამდვილად უნდა ვისაუბროთ ამ თემაზე. მე ზოგადად ძალიან მომთხოვნი ვარ რეპეტიციაზე. კაცრი ვარ რა, მოკლედ რო ვთქვა, მაგრამ რა თქმა უნდა ეს სიმკაცრე ეხლა ვინც გვიყურებს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც დაუკრეფავში უნდა გადავიდეთ და ბავშვს რაღაც შეურაცხყოფა მივაყენოთ და მით უმეტეს შევეხოთ გამორიცხულია, ხო? ეგეთი გამოთქმა, როცა სიტყვა ვერ სცემს, იქ ჯოხიც უძლურიაო, ხო? სიტყვით თუ ვერ გააგებინებ ბავშვს, აი რა კატეგორიულად ვემიჯნები მაგას, მაგრამ მოთხოვნა სიმკაცრე იმ ჩარჩოებში ეს აუცილებელია რა. მშობლებისგან მე როგორც არის რა, ყველასგან არა საბედნიეროდ, მაგრამ არის უმეტესობა სამწუხაროდ, რომ ჩივილებით მოგმართავენ ხოლმე, რომ აი იცით როგორ აი ხმამაღლა ნუყვირით, ბავშვს ეშინია მაღალი ბგერების რაღაც მერე იბოჭება თქვენი ეშინი, ანუ ეხა ნახეთ იმ მომენტში მე მშობლის მესმის, მაგრამ ეგრე ბავშვს ბევრი რამე უნდა, ხო? ეგრე სწავლაც იძულებითი პროცესია. სწავლა იძულებით პროცესად არის აღიარებული, ხო? მაგრამ შენ მშობელი იმიტომ ხარ, მეც ჩემი ორი შვილი მყავს. შენ უნდა მიუთითო ბავშვს და აუხსნა, ხო? რა როგორ რანაირად. ეხლა მე ზოგადად მიყვარს ენერგიულად გაკვეთილის ჩატარება, აი ბავშვთან მივდივარ, აი ტერფი გაჭიმე რაღაც მე კი არ მეხალისება ამის ხმამაღლა და იოგების ტკივილი და რაღაც არა, უბრალოდ ეს ბავშვამდე მიდის სხვანაირად ემოციურად და მე ისიც იმუხტება და აკეთებს ყველაფერს კარგად და სუფთად და ემოციურად, ხო? ასე რომ აქ ამ ყველაფერში მე მინდა მშობლები, ვინც გვიყურებენ ახლა ბავშვების არ არის არ უნდა გვეწყინოს არც ბავშვს და არც მშობელს და არ უნდა მივიღოთ ეს სხვანაირად, იმიტომ რომ ამის გარეშე ქართული ცეკვა ეს არის არ გამოვა, ანუ ჩვენ ხო ბავშვი უნდა ვაზიაროთ აკადემიურობას თავიდანვე რაც ეხლა ვთქვით, აკადემიურობა სხვანაირად არ მოდის, ხო? მე თუ მკაცრი ვარ დარბაზში, ზღურბლს იქეთ, რადიკალურად სხვა ადამიანი ვარ. მიხვდით, ესეც ერთ-ერთი ტაქტიკა მაქვს შემუშავებული სხვათა შორის და ამ ყველაფერმა შედეგი გამოიყვანო. მე ბავშვი ხვდება, მე დარბაზში რატო ვარ ეგეთი? კაცრი და გარეთ რატო ვარ სხვა, ეს ალბათ სამუშაო პროცესში ასია საჭირო, ხვდებით, მაგრამ ამას სამწუხაროდ ცოტა ხვდება. ამიტომ მშობლებო აუხსენით ბავშვებს, რომ ქართული ცეკვა რაც არის რა, ანუ ეს ამის გარეშე ბავშვს ვერ ვასწავლით, დისციპლინას ვერ მივაჩვევთ, ხო? ნუ მესმის გართობა რაღაც წამიერი ტაიმაუტის აღება გაკვეთილზე და რაღაც, მაგრამ სისტემატურად ეგეთი რაღაც არა გამორიცხულია. მშობლების გამოდის ეგ ხო, ნუ პრეტენზია თუ ბავშვებისგან? მეგობრატო. არა, ძალიან ხშირი არ არის რა თქმა უნდა, მაგრამ თუ როცა არის, ეგ იმას ნიშნავს, რომ ესე იგი არის, ხო და არ უნდა იყოს, მაგრამ უფრო მშობლისგან მოდის. ბავშვი, ეხა პატარა ბავშვი, ნუ ეხა მე კურსებზე მაქვს ხო საუბარი რაღაც. და კიდევ აი დაყვირება კი არ არის კაცო ეს რაღაც. უბრალოდ ემოციურად გაკვეთილის ჩატარება, აი ხო ვიცით ეხა რა, როგორც არის.
მე მშობელი რომ მოდის, აი ხანდახან მართლა გულდაწყვეტილი ვარ, რატო კი ბავშვმა გითხრათ, მაგრამ ჯერ უნდა გაარკვიოთ, ხო? ბავშვს რასაც უნდა პირობითად იმას გეტყვის, ხო? შეიძლება არ მოსწონდეს მასწავლებელი, ბავშვის ფსიქოლოგია ესეთია და რაღაც მოგატყუოს, ხო? გითხრას. მაგრამ ჯერ უნდა გაერკვე მშობელი. ანუ მე ხა მორალს კი არავის უკითხა, უბრალოდ რა მე როგორ თუ აძლევს საშუალება მშობელს რომ დაესწროს რეპეტიციას. კი, რა თქმა უნდა, ჩვენთან ანსამბლი იმედში სულ არის ღია გაკვეთილები, ვიდეო კამერებით უყურებენ ყველაფერს. კი, თვითონ გაკვეთილზე დასწრებას არა. ვიდეო კამერებით ჰოლში დიდი ტელევიზორი გვაქვს და იქედან ადევნებენ თვალყურს რეპეტიციას, თორე ესე პიროვნულად რეპეტიციაზე დაждდეს გამორიცხულია, იმიტომ რომ კონცენტრაცია ყველას აქვს იმ ადამიანისკენ, არა ეგ ჩათვალეთ გაკვეთილის ჩაშლა. არა მაგის უფლებას არ ვაძლევ. ანუ ნახე რატო იცით რა არის, ბევრი დეტალებია, კიდევ აი ჩართული რო ვარ გაკვეთილში და მშობელი რო კარებს შემოაღებს. აი მაგაზე მოკლედ და არ ვაქცევ სპეციალურად ყურადღებას. მაგრამ მაინც რო არ ხურავს კარებს რა, აი რაღაც საქმე რო აქვს. ანუ ყველაფერი იმაზეა რა, ვიღაცამ ეხა ვინც არ იცის ეს სფერო და რო ნახოს შეიძლება თქვას რომ აი რა დეტალები ეგ არის, მაგრამ იცით რა რთული, აი ჩართული რო ხარ. ხო, ემოციურად ყველანაირად. მე უკაცრავად რო გეძახის, всё გაწყდა იქ ყველაფერი რა. მე თავიდან უნდა დაიწყო ისე. მოკლედ ძალიან ბევრი ფაქტორია, მშობლის როლი არის ძალიან დიდი. ქართულ ცეკვაში, აი ძალიან დიდი აქვს. კიდევ მქონია შემთხვევა, რომ აი მართლა უნდა ივარჯიშოს ნიგამასწავლებელო ბავშვმა სახლში, იკითხოს მშობელი მაგ კითხოს რატო უნდა მისვდეს. ვარჯიში იმას არ ნიშნავს, რომ იატაკი უნდა ჩაამტვრიოს და მეზობელი შეაწუხოს ქვემოთ. მე სახლში ჩემი გაჩერება არ იყო. იგივეა, ბავშვსაც მაგას ვეუბნები. მასწავლებელი სკოლაში რო გაძლევს დავალებას, ხო, ქართული მათემატიკა თუ ლექსი იქნება თუ რაღაცა. სახლში ხო უნდა წაიკითხო ბევრჯერ რომ ისწავლო, რომ მეორე დღეს ჩააბარო. იგივეა ესეც, მე რო შენ ილეთს გიხსნი. ხო, ბავშვმა შეიძლება გადაავიწყდეს, მაგრამ მშობელთანაც ეგ მაქვს საუბარი. მშობლებო, შეახსენეთ. აბა რა აგიხსნათ დღეს მასწავლებელმა? 10 წუთი უნდა, სულ მეტი არა, ხო? თუ კარგად გაიხსენებ მაგას, მეტი ხო რა თუნდა გაიაროს ბავშვმა სახლში ეს იმეცადინოს, დახვეწოს და უნდა მოვიდეს მერე და ჩამაბაროს. სამწუხაროდ ეს ორღვეულია საერთოდ. ის მიდგომა ქონდა ხოლმე, ეხა გამახსენდა მაგაზე ზუსტად. გოჩა გაბაშვილს მოვიკითხავ აქედან ჩემ მასწავლებელს. ბავშვები რო ვიყავით ხოლმე პატარა ხო ის პირველ კურსზე. აბა სახში რომ მიხვალთო ეხა დედიკოებს ასწავლეთო რა, ეხა ისწავლეთო რა, ის გაგემეორებინა. კი, ზუსტად. კარგი მიდგომა. თუ დაგიჯერეს ეხა სახში და ასწავლეთ ეს გეკითხებოდა. ხო, და რა ვიცი, იმედია ეს ვარჯიში აუცილებელია. აუცილებელი რა, გამორიცხულია მარტო იქ იმ დღის ახსნილით ბავშვმა ან ცეკვა ისაოს, ან მეორე დღეს ისრულყოფილად ჩაგაბაროს. ლოგიკურია რა. მაგ კი არა ჩვენს პროფესიონალური მოცეკვავები რაღაც ახალი რო კეთდება, ეხა სახში არა, მაგრამ გონებაში სულ მე ხანდახან რო დავწვევი ხოლმე გონებაში ტეხილებს ვაწყობ და რაღაცეებს და ეხა მშობელი რა იმის ხარ რომ ბავშვი მიუთითო. ბავშვი თლად თავის ნევაზეც არ უნდა გაუშვა. ხო ხვდებით ანუ რა საუბრო. ეს პროფესია ასია რა. აკადემიურობა აქედან ისწავლება. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. მშობელს ბავშვი რატო შემოყავს ცეკვაზე. აი სწორად გამიგეთ. ვიღაცას უნდა რომ მარტო ქორწილში ხელი გაშალოს. ვიღაცები არის აბედნიეროდ რომ უყურებენ სხვანაირად ამ სფეროს ისევე როგორც ჩვენ უყურებთ. ჩემთვის ყველა ერთია და მე ყველას ვასწავლი აკადემიურობას. ყველას ვუყურებ ისე რომ ესენი უნდა გავგზავნო მე პროფესიონალი მოცეკვავეები რა. ამიტომ აქედან იწყება ყველაფერი. ოტია იოსელიანს აქვს ნათქვამი 15 წლის თუ არ გავა, არც 35 წლის არ ივარგებს რა. ამიტომ იმასაკიდან უნდა ვასწავლოთ, მასწავლებელმაც, მშობელმაც, ყველამ უნდა მივუთითოთ, უნდა ჩაუნეროთ გონებაში, რომ ეს არის ასე. და მაგ ასაკიდან, პატარაობიდან რომ მიეჩვევა, ტვინი ადამიანს ეგრეა. რასაც ეტყვი, რა თქმა უნდა, ისე გაიზრდება, ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ ასე რომ გავშალეთ ეს თემა და კარგია, მშობელს აქვს ძალიან დიდი როლი რა, ძალიან დიდი როლი ბავშვის განვითარებაში აი პროფესიაში. დისციპლინა როგორ უნდა გამოიმუშაო? დისციპლინა ეგ როგორი რაღაცაა, იცით, უპირველეს ყოვლისა ძალიან აუცილებელია. რაღაც დოზით ბუნებრივადაც
ბუნებამაც უნდა მოქცეს, ღმერთმაც უნდა მოქცეს ეგ რო შენ შინაგანად მოწოდებით იყო დისციპლინირებული ადამიანი, რაღაც სინდისის კენჭნა გქონდეს, რაღაცებს გაგებით მოეკიდო ხვდებით, იქ არ დააგვიანო იქ რაღაცა. უფრო გაუმშავებადი არის ისე რომ მასწავლებელმა სწორად ასწავლოს ბავშვს რა ყველა. აი მაინც ნახე ისევ მასწავლებელს შევეხეთ, ხო? ბავშვი თავიდანვე ხო ვერ ისწავლის დისციპლინას, ხო? ვიღაცები არიან, ყოლიან, მყავს ეგეთი ბავშვები მეც რომ ბუნებრივად აი 5 წუთიც რო დააგვიანებენ, მოგრე წითლდებიან რა და ნერვიულობენ. მყავს მართლა რამდენიმე ეგეთი. მაგრამ დისციპლინა ხო უმეტესად მაინც ისწავლება. უნდა ასწავლოს მასწავლებელმა. დისციპლინა მოდის საიდან? მოგრე ყოფა ქცევაში, ანუ შენ არ უნდა დააგვიანო, გაკვეთილზე არ უნდა ისაუბრო. ანუ შებოჭილი ხარ, მოდი ვთქვათ ეხლა რომ აი აკადემიურობა დისციპლინა ნიშნავს იმას, რომ რაღაცებში რა, შენ თავისუფლება ზედმეტი არ გაქვს. შებოჭილი ხარ. მესმის რომ ეს შეიძლება არ იყოს სასიამოვნო. ხო, ვის მოწონს ეხლა რაღაც, მაგრამ მოკლედ ვთქვათ, რომ ამ სფეროში ასეა. ამ სფეროში ბავშვთა ქორეოგრაფია. სფეროში არა, ალბათ ზოგადად. არა, ზოგადად, რა თქმა უნდა. შენს რაღაცა იმებს ეწინააღმდეგები და კი, აუცილებლად ის რაღაცები არ უნდა გაგიქცეს. სულების გათიშვა შეგიძლია. ხო, მაგრამ კონკრეტულად ჩვენ სფეროზე რო ვთქვათ, ამ სფეროში ასეა რა, სხვანაირად ეს მაგიტყვა, ხო, აკადემიური ანსამბლი, რატო ქვია? რატო არის ეს აკადემიურობა, რომ უნდა მოვიქცეთ აკადემიურად და უნდა ვასწავლოთ ბავშვებს აკადემიურობა. მოქცევა, რო არ უნდა დააგვიანოს და რავი, ძალიან ბევრი ფაქტორია რა, გაკვეთილზე რომ უნდა მოусმინოს და ასე შემდეგ. მე მქონია მაგალითად მომენტი, რომ აი მშობლებმა რომ მითხრეს, რომ ანუ აი ნიკამას რო ესე ხმა მაღლა რო ატარებთ რეპეტიციებს და რაღაცებს, ну რა წეღავ თქვით რა, აი ბავშვს ეშინია თქვენი რაღაც და ერთი პერიოდი დავფიქრდი, რომ მართლა ჩემში ხო არ არის პრობლემა, ხო? კარგი მეთქი, ანუ ჩვეულებრივად რამდენიმე თვე წარმართი რეპეტიცია. ოღონდ ესე კი არ დავჯექი და ფეხზე კი არა. ანუ ბავშვი თუ არ მისმენ და ვეუბნებოდი გაჩერდი. ხო? არ გაიგონებდა ერთხელ, მე აღარ ვეუბნებოდი, ნუ ეხლა აბა წარმოვიდგინე ხა ბავშვს 10 ჯერ ესე ხო არ ვთქვი გაჩერდი, ხო? არ ჩერდება ბავშვი რა. მოკლედ ბევრი ფაქტორი იყო. იქ ემოციურად ვერ ვატარებდი გაკვეთილს, იმიტომ რომ შემოვიდა მშობლებისგან რა ეს ის ცოტა რაოდენობა იყო, მაგრამ მაინც გავითვალისწინე მათი აზრი, რა თქმა უნდა. მეც მაინტერესებდა რას მომცემდა ეს შედეგი. კატასტროფული შედეგი იყო. რატო ვიცით? აი ანუ ბავშვი მიუშვი თავისნებას, ოღონდ ბჭყალებში თავისნებაზე. თლად აკადემიურად აღარ მიუყვებოდი ის რაღაც პერიოდი, მიხვდით? აი ეს დისციპლინა არ მეჭირა ისე როგორც ეხა მიჭირავს და როგორც უნდა ეჭიროს ყველა ქორეოგრაფს. იმიტომ რომ დავუშვი, აბა მეთქი ვნახოთ რას მომცემს ეს ყველაფერი და აი საერთოდ მოირღვა და მოიშალა ყველაფერი და მე როცა მშობლებს ვაჩვენეთ ეს ყველაფერი ღია გაკვეთილზე მიხვდნენ ხო უკვე არ მოეწონათ ბავშვების შესრულება იქ ხაზში რომ უნდა იდგე ერთი ხაზი რომ უნდა იყოს გაწკეტილად რომ უნდა იარო აიგენი უკვე დანახული რო ქონათ მანამდე მე ვეღარ დაინახე საერთოდ თქოს და აი მეთქი აი ზუსტად ეგ არის ხდები ბავშვს ოდნავადაც რომ მიუშვებ თავის ნებაზე დარბაში მაქვს საუბარი და გაკვეთილის პროცესში ბავშვი აი მას ხუმრობა უნდა თამაში უნდა ხო მივიღე ეს შედეგი ამიტომ ეს კიდე ადასტურებს იმას და ალბათ დამერწმუნება ყველა ქორეოგრაფი ხა ვინც მე მიყურებს ახლა მე ერთი საბოლოო ჯამში მინდა ის თქვა რომ ანუ დისციპლინა და ის მკაცრად ჩატარებული გაკვეთილი არ ნიშნავს იმას რომ ბავშვს შეურაცხყოფა მივაყენოთ მაგრამ თუ გავშიფრავთ ამ სიტყვას რა არის დისციპლინა ეს არის რომ ბავშვს მივაჩვიოთ აკადემიურობა სწორი მოქცევა გაკვეთილზე ნუ სწორ ცეკვაზე და არ მაქვს საუბარი ის რო არ უნდა დააგვიანოს ნუ ეხლა და პროცესში ხა ყაზბეგურს რო ბიჭებს ასწავლი ხო დატეხილს ესე ვერ დაუთვლი 1 2 3 ახლოსაც მივსულ ვარ და 1 2 აიგე მიქნია რაღაც ეგ ჩვეულებრივი მომენტია რომ შენ ემოციურად ასწავლი ბავშვს და იმ მუღამს ესე რომ ვთქვათ იმ ემოციას გადასცემ. თან შენს ჩართული ხარ სარეპეტიციო პროცესში ფიზიკურად. ხო, ანუ ყველა დამეთანხმება ალბათ რომ ანუ ვერც იცეკვებ ხა ყაზბეგურს ცეკვავ და ხო, ანუ ეხა კონკრეტულად ხო. ვერ დაიწვევ მაგალითი რა. რომ ანუ ეგრე ვერ ასწავლი ბავშვს, ხო, ის ტერფი რომ უნდა დაარტყას. ხელს და ფეხს ზანზარი გაუდის რაღაცა. ხო, აი, ერთი რომ უნდა უკრა, ხო, ესე ერთი. აი, უყურე ხელიც ეგრე ხელიზნელა წავიდა. და წავიდა ხელი, მიხვდი?
ბევრი ფაქტორია რა, ვინც იცის ეს საქმე, ყველა გაგვიგებს ეხა მე რასაც ვსაუბრობ. მაგრამ მშობლებს წეღანას შევეხე, ძალიან დიდი პატივისცემა ყველა მშობელს, ცუდად არაფერს არ ვიძახე, უბრალოდ მეც მშობელი ვარ. მაგრამ რაც თქვი, ეს კარგია მშობლები თუ გაითვალისწინებენ ის, რომ ბავშვს უნდა მიუთითოს, რომ აბა რა გასავლოთ მასწავლებელმა და სახში ვარჯიშონ. არა, მშვენიერ ჯაბას ერთ-ერთი მთავარი მუღამი და პრინციპი არის ზუსტად ეგ, რომ რაც სათქმელია ესე, რაც პრობლემა, რაც გასაჟღერებელია, რომ ესე ფართოდ მიეწოდოს საზოგადოებას და კი ბატონო, სანამ რაღაცას ვიტყვით, ზოგადად ეგრეა ხო, უნდა გაერკვა იმ მშობელსაც, რო თქვა, ჯერ უნდა გავერკვეთ სიტუაციაში, რა მოხდა, როგორ მოხდა, რა არის მშობლის ჩართულობა ამაშია საჭირო. მშობელი თავიდან ბოლომდე ჩართული რო იქნება, ეცოდინება, რას ნიშნავს ეს ცეკვა, როგორი გაკვეთილები მიდის, რატომ მიდის, ასე ეს რისთვის არის საჭირო ეს დისციპლინა. აი მეც არაფერს დისციპლინა, ხო? და მე უკვე ბავშვმა შეიძლება კი უთხრას მშობელს, რომ აი ესე მასწავლებელმა დაიყვირა. აი ჩემთან როგორ მოსულა, იცი? ან არასოდეს არ მოსულა ბავშვი, რომ მასწავლებელმა დამიყვირა კი არა. ანუ მასწავლებელი რეპეტიციაზე ყვირის, აი ემოციურად რაღაც ხმამაღლა ატარებს გაგვეთ და აი ამაზე მოდის ის, რომ აი ჩემ ბავშვს ამის ეშინია და რაღაც. ანუ მშობლებო ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენს ბავშვს უყვირი ან რაღაცა, ხო? ყვირილით ხო ვერ ისწავლის ბავშვი ცეკვას პირიქით, უფრო შეიბოჭება და ვერაფერს გააკეთებს. ნუ ისაც მუსიკა რაღაცა ხო მასაუბარი გინდა არ გინდა. 30 ბიჭია მე მარტო ვარ ხა. წარმოიდგინე ვიღაც იქ რო დგას, ტერფი გაასწორე, ესე ვერ ეტყვი, ხო? ხო, მაშინ უკან ვინც გიდგას გეჩაგრება. ხო, მაშინ ნუ ბევრი ფაქტორია ძალიან რა. კაი, შენ და გაგას წვილზე, ტანდემზე, რა ვიცი, ამაზე საიდან იწყებთ, საიდან მოდიხართ? თან როგორც წეგანას თქვი, განსხვავებული სტილის მოცეკვავები. კი, მე და ვიყავით. კი, ვიყავით, ხო და მე და გაგა მაგის გარდა რომ აქ ქართულ ცეკვაში დუეტი გვაქვს და ერთად ვსეკვავთ, ჩემი ბავშვის ნათლია გაგა და ესეთი დავახლოვდით ოჯახებით ესე რომ ვთქვათ. კიდევ ერთხელ მოვიკითხავ აქედან გაგას. ცეკვას აქვს ეგ რა. კი. ჩვენი განათესავება შეუულია ხალხის. ჩვენი დადუეტება ესე რომ ვთქვათ მოხდა სამნართებში. მაქედან დაიწყო ყველაფერი. რადიკალურად განსხვავებული სტილი ჰქონდა აბსოლუტურად. ძირითადად ეხა დუეტები კი იცით რომ ბავშვობიდან მოდიან და რაღაც ხო აჩვევენ. ჩვენ შევხვდით ერთმანეთს მოზარდობის ასაკში, ესე გადავიკვეთეთ და მაქედან რა ვიცი იდეა იყო რომ მოდი ხო არ დავწყვილდით რაღაც მოვსინჯოთ დუეტი შევქმნათ და ნელ-ნელა დაიწყო რა. თავისი სტილი ჰქონდა აბსოლუტურად, მე ჩემი რადიკალურად განსხვავებული. მე უფრო ცოტა ტექნიკური მოცეკვავე ვარ, ის უფრო ძალისმიერი, რა თქმა უნდა, ორივე საჭიროა. მაგრამ ცოტა რაღაც მე დავთმე, ცოტა რაღაც გაგამდათმო იმისათვის, რომ დუეტი სრულყოფილი გამოსულიყო, ნუ არის თუ არა სრულყოფილი კიდე ეგ მაყურებელმა გადაწყვიტოს. დღით მუშაობთ მაგ ყველაფერზე, რომ სრულყოფილი გახდეს დუეტი. მოკლედ ანსამბლ ნართებიდან მოხდა ჩვენი რა ქვია, შეერთება და კოლაბორაცია, ესე რომ ვთქვათ. ნართებში როგორ მოხდი? მე როდესაც ვსეკვავდი დავით უგრეხელიძესთან დუბლ შემადგენლობაში სუხიშვილებში. ისიც როგორ ვიყავ, მე გასტროლზეც ვიყავი დიდებთან. და მოკლედ იქაც ვიყავი, აქაც ვიყავი ბოლოს, ხვდებით? აი ერთი ნაბიჯი რო გაკლია, რომ ბოლომდე ადგილი დაიკავდა. მე დაიწყო ეს ალბათ სახსენებელი კორონა. და ნუ მაგ პერიოდში ნუ კარიერული თვალსაზრისით ძალიან დაღმავლობა მქონდა, მაგრამ ყველაზე მაგარი რაღაც მოხდა, იმიტომ რომ ცოლი შევუღდი.
მერე ოჯახმა იცით თავისი მოითხოვა, იქ მატერიალური, ისა ბევრი ფაქტორი, ნუ სუხიშვილებშიც არ ვიყავი მატერიალურად კარგად. მომიწია თავის დანებება. ნუ მერე ისევ დაუბრუნდი ოღონდ კორონას შემდეგ სუხიშვილებში, მაგრამ ვეღარ გავაგრძელდა ისე რა, როგორც აღდგენა. შტატის მოცეკვავე შტატში რო ყოფილიყავი, მაგიდან გამომდინარე, ხო? და მერე ვეღარ გავაგრძელე რა, რაღაც ვეღარ ახვიდგინე, ესე რომ ვთქვათ რა, კარგად და მეც ჩავიქნიე ხელი. მე საერთოდ გაჩერებული ვიყავი 3 წელიწადი, საერთოდ არ მიცეკვე, საერთოდ სხვა რაღაცაზე მუშაობდი, მაგრამ ეგ პერიოდი იყო, არ ვიცი, ჯოჯოხეთი რა, აი ყოველი დილა იწყებოდა ცეკვაზე ფიქრით და ღამდებოდა ცეკვაზე ფიქრით. აი უბრალოდ რობოტივით მივდიოდი, ვაკეთებდი იმ საქმეს, მოვდიოდი. მოიცემს მართლა ეგეთი კი, მქონდა ეგ პერიოდი. სხვა ადგილზე იყავი, ხო, აშკარად გრძნობდი რომ არის მომენტები ცხოვრებაში, როდესაც ადამიანს გიწევს იმის გაკეთება, რაც არ არის შენი სურვილი, მაგრამ ცხოვრება დიდი მასწავლებელია ადამიანის, კი ვიცით და ცხოვრება მოიტანა ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, უფლისნება ყველაფერი და ალბათ ეს გზა მე უნდა გამივლო, რაც გავიარე. შემდეგ მივედი ნართებში ზუსტად ბატონი ომარ ხუბაევი დამიდგა გვერდით, ძალიან ახლოს ვიცნობ ამ დიდ კორიფეს ჩვენს წარმოჩენილ ადამიანს და მოკლედ იქ დავიწყე, იქ გავიცანი გაგაც და აქედან დაიწყო ყველაფერი რა. დაიწყო და მოვდივარ დღემდე მოვყვებით. ნართები რო დაიშალა, მე გადახოვეთ რუსთავში? თუ არა, ჯერ გადახოვეთ? ნართები ფუნქციონირებდა. ერთდროულად გადახოვეთ? ხო, ერთად გადაწყვეტეთ რომ? კი, ერთად. ნუ ეხლა იცით როგორი რაღაცა სადაც მიცეკვია, ყველა იმას ძალიან დიდ მადლობას გადაუხდი ყველა ქორეოგრაფს, იმიტომ რომ ყველა ანსამბლმა, ყველა ქორეოგრაფმა თითო აგური დადო ჩემი მოცეკვავის ჩამოყალიბებაში რა. დღემდე ძალიან მეხმარება ეგ სხვადასხვა რაღაცები. სხვადასხვა სტილს რა თქმა უნდა, ყველა ანსამბლიდან, ყველა ქორეოგრაფიდან რა თქმა უნდა, კარგი ავიღე და ვარის რაც ვარ. შემდეგ ნართებშიც რო დავცეკვავდი, ძალიან მაგარი კოლექტივი იყო, ძალიან კარგი გარემო იყო. აი, მე მინდა აქედან მოვიკითხო, გოგიტა თათულაშვილი, ჩვენი კახელო. აი, არ ვიცი, ჩემთვის არის გვინდა გოგიტა შაბაში, ვერ მოახერხებით და ძალიან მაგარი ადამიანია. ჩემთვის არის ერთ-ერთი გამორჩეული ქორეოგრაფი და ეტალონი მართლა, აი, მოცეკვავის ეტალონი რა. ძალიან გავიზარდე დიდი რაღაც მომცა მაგ ადამიანს და როგორც მოცეკვავე ძალიან გავიზარდე რა მასთან. მაგრამ უყურეთ, როდესაც მაგარ ფორმაში ვიყავით, ეხლა საწყენი არ არის, უფრო მიიწევ ხო ადამიანი უფრო მაღალი საფეხურებისკენ, ზემოთ და ამ ჩვენ შემთხვევაშიც იგივე იყო, რომ მე და გაგას მოგვინდა რომ აი დიდ აკადემიურ ანსამბლში სადმე ხომ არ გვეცეკვა. მოვსინჯეთ ბევრი რაღაც და აღმოჩნდით ანსამბლ რუსთავში. დამოვედით, მოვერგეთ სიტუაციას, რომ ძალიან კარგად მიგვიღო დასმა, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო რუსთავს, თითოეულ მოცეკვავეს. ჩვენს სამხატვრო სწორი ნაბიჯიც იყო, მაგრამ მიშო ჯავახიშვილს, გალბატონი ამაკაცარიას, რომ აი ამ ცეკვავენ ვარსკვლავებშიც მოხვდით რაღაცა. კი, არა, რუსთავი ჩემს ცხოვრებაში, რა ვიცი, ყოველთვის არის და იქნება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაც უკვე, ძალიან ბევრი რაღაც მომცა ამას რა. ეგრეა რა, მაძიებელი უნდა იყოს მაინც ცხოვრებაში, არ უნდა გაჩერდეს რაღაცას. არა, ერთ ადგილზე გაჩერება, ეგ არის სიკვდილის ტოლფასი. მუდმივად რაღაც უნდა აკეთო ადამიანმა. შენ მეუღლე ცეკვავს? ჩემი მეუღლე ცეკვავდა, კი, ქალაქ გორში ცეკვავდა, მანდ გავიცანი სხვათა შორის წეღან რაც ვთქვით, ანუ რომ წავედი გორში. ეს რაღაც მე ცალკე ისტორია, მაგაზე რა ვიცი. ანუ შენ თან სიძე ხარ გორში? მე გორელების სიძე ვარ, კაცო. გორელები ძალიან მაგარი ხალხი არიან რა. ძალიან დიდი პატივისცემა ჩემემად და მაგარი ძალიან გვერდში დამიდგა ყველა რა. მთელი გორი ამ პროექტში რო ვიყავი. ხო. ნუ ჩემი მშობლიურ მხარეზე აღარაფერს ვიტყვი, თერჯოლაზე სტაფონი ხო საერთოდ ჩემი საზანო ერთ ამბავში იყო, მაგრამ გორი ბრავო გორს. სიძეკაცია იქ. ბილბორდები და რავი 1000 რა. მართლა? კი, ნამდვილად.
ძალიან გვერდით დამიდგა. ჩემი მეუღლეც მან გორელია და მან გავიცანი მაგან საფრთხე იქ ცეკვავდა, მაგრამ ეხლა ცოტა ხანი შესვენება აქვს აღებული, იმიტომ რომ ყველაზე მაგარ საქმეს აკეთებს ორ პატარას მიზრდის, კი. მაგრამ დაუბრუნდება აუცილებლად. იმიტომ რომ შეყვარებულია უზომოდ ქართულ ცეკვაზე. როგორი მამა ხარ? აუ მე ბავშვები ძალიან მიყვარს, აი ძალიან მიყვარს და როგორი მამა ვარ, ანუ ეხა რამდენად ჩართული ხარ? აი ეხა როგორი თავის ქება გამოგივა თუ ისე თქვი? მოკლედ ის რო თქვა, აი სახში რომ მივალე შეიძლება ყირაზე გადავიდე, მოკლედ აი ძალიან ბავშვური ვარ პატარასთან რა. მე ჩემი ბავშვობა რომ ახსენდება, აი თითოეული დეტალი გუშინდელი დღესავით მახსოვს, აი ვიღაცა რაღაცას თუ წამეთამაშებო და რაღაცას აი ის ემოცია ხვდები და აი ძალიან ბავშვურად ვეთამაშები მიხვდით, იმიტომ რომ უკვე ვიცი ჩემი შვილები მაგ დროს რას გრძნობენ. მე რო ეგრე ვეთამაშები და ეგრე რომ ხა გოგოს მეუღლე კი მეუბნება გოგოს აწუწკეფო, მაგრამ გოგო არა, გოგო აი გოგოს ვარ. ჩართული ჩემი საქმიდან გამომდინარე და გრაფიკიდან გამომდინარე ვცდილობ რომ ვიყო. მოდი ესე უფრო უპრიანი. ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია, ნახე, ეგ ამბავი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაღლილი ფიზიკურად, ემოციურად მიდიხარ სახლში და ბავშვი რომ მეუნება მამა მეთამაშე. ხო, ეხა იმას მამიკო მოვიდა, უხარია ეხა, სულ არ აინტერესებს რამდენი ხანი გაატარე გადაც. არ მithქვავს, რომ აუ მამა დავიღალე. 5 წუთიც რო იყოს, მაინც ვეთამაშები. ჯობია. თორე ისეთი დაღლილი მივდივარ ხოლმე სახში, თამაში კი არა, ნუ რავი, აი არაფრის თავი აღარ ხაპი და ეგრევე, მაგრამ აი ბავშვი რო გეტყვის მაგას რთულია რომ არ ეთამაშო და შემოხედავს, რა გაუხარ ბედნიერი რო არის მამიკო მოვიდა. და მაგიტო თქვი რომ შეძლებს დაგვარად ჩართული ვარ რა, მაგრამ ჩემი მეუღლეს მაინც რომ მისულელი აქვს რა ამ ყველაფერში. სულ ვიძახი რომ აი ჯერ რთულია მე რო გაჩერებული ვიყავი რო არ ცეკვავდი კატასტროფა იყო ჩემთვის და წარმოვიდგინე ორ შვილს დის ცეკვაში აი აქტიურ რეჟიმში ეშვა და 4 კედელშია ავინე ძალიან და ისე დედები ხო გმირები არიან კი ყველა დედა დედიკოვის გამომარჯოს რა შენ გენაცვალე აუცილებლად ყველა ღირსეულ და ნამდვილ დედას გამო ბედნიერები იყვნენ და ეხაროთ თავისი შვილებით და დავინთ შედეგით რასაც დადებენ აუცილებლად გამომარჯოს ყველა დედას და დედა ჩემსაც გამომარჯოს ემიგრანტია და მოვიკითხა. აუცილებლად მოკითხვა ყველა ემიგრანტს. ყველა ქართველ დედას გამომარჯოს. აი ესეთი ღვინოა კიდე გათქმევინებს სადღეგრძელოს. დამატე მაგ დაასხი. არა, ვის არ გემრიელია მართლა. ხოჩა. აი ღვინოა. პირველად გქ ნაყიდი ღვინო. ამა მეწურა პირადი კოლექცია რას გქონდა. კარგი დასალევი. აი მე გამოგიგზავნით მე საჩუქრად კარგვინოს ნათლია ჩემის ისა ნათლია ჩემი ასხავს ოღონდ არის ძალიან ისეთი ჯიშია საფერე გაგიგია საფერავი არა საფერე სხვა შორს გამიგიესო ძალიან იშვიათი ჯიშია ჩვენკენ არის და ვიცი გამიგია საფერე უბრალოდ ისა რა ქვია იმ ეტიკეტს ავაცლი მე მომიწუნა და ცეკონვარსკვლავების ისა აქ მიკრული ჩემი. მაშინ ეგ არ გამოგზავნა. არა, მაქვს. კაცო რაოდენობაში მაქვს. ტავარი გამოვიშვა. არის რაოდენობაში და გასინჯეთ. პირიქით არაცალო ეტიკეტი მე შენგან სამახსოვრო. კი ბატონო. ახალ ოფისში განათავსე. კი ბატონო, სამახსოვროდ. მაგრამ აქამდე მე მაქვს შენთვის საჩუქარი 3D სტუდიასგან ჩვენი მეგობარი კომპანიისგან. ძალიან დიდი მადლობა. რა ქვია ამ სტუდიას? 3D სტუდია. ძალიან დიდი მადლობა 3D სტუდიას. ასევე უღრმესი მადლობა ქორეოგრაფთა კავშირს, რომელიც გვერდში გვიდგას ფაქტიურად დასაწყისიდანვე და ერთად დავიწყეთ და მოვიდით აქამდე და არც გაჩერებულა, სულ ჩვენ გვერდშია და ჩაქურას ჩვენს სპონსორს და პარტნიორს დიდი მადლობა ასევე. და რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა შენ რომ მოხვედი საინტერესოდ გვესაუბრე, იქ რაღაც ტექნიკური პრობლემა გქონდა და არა უშავს. გაიაზრეს და გვერდში დაგვიდექი. ძალიან კარგი ის ჯაბაასი გამოგვივიდა და პირიქით მადლობა თქვენ. მადლობა თითოეულ თქვენს მაყურებელს, მადლობა იმ ადამიანებს, ვინც გვერდით გიდგას და მეგობრებო, დაასპონსორეთ ეს ხალხი. ძალიან მაგარ საქმეს აკეთებენ რა და მე ვიცი რომ თქვენს მაქსიმუმს მიაღწევთ და უფრო განვითარება იქნება ამ პოდკასტში. შეუჩერებელი პროცესია ეს.
აუცილებლად. დასაწყისიდანვე იყავით ნაბიჯებს აუწყოთ. მადლობა ყველას, და ყველას ასევე მადლობა ჩვენ გამომწერებს და მიარტყით ლაიქებს, რა ვიცი, გამოწერებს. მაგას უყურებენ სპონსორები. აუცილებელი. თუ გინდათ რომ მალე განვითარდეთ. ჩვენთვისაც რამხელა мотиваციაა, რა თქმა უნდა, კი. გინდა არ გინდა ახლა მაგ ციფრას უყურებ რა მაინც. კი, რა თქმა უნდა. ამიტომ შედეგები მანდ. მე ზოგადად ოპტიმისტი ადამიანი ვარ რა, ვიცი რომ ყველაფერი იქნება იდეალურად. თავარია ეგ შრომა, დისციპლინა. აი, შრომელები რო ხართ, მე ხო პირველად და რაღაც შეგატყეთ და მაგიტო გეუბნებით. შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი. ამიტომ გისურვებ წარმატებებს. ძალიან დიდი მადლობა, შენს ძალიან ბევრი წარმატება შენ საქმეში. აიხარეთ, მადლობა თქვენ. ხო? დაცხემერე ტაში ეხა. всё, შენი ძალიან კარგი გადაცემა იყო. ნამდვილად